დამფუძნებელი. ბატონ ვიქტორ, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. დიანა, გამარჯობა, მადლობა თქვენ. კი ბატონო, როგორ შეაფასებთ შექმნილ ვითარებას, რომელიც ორ თვეს უკვე გადაცდა ვითარება, როდესაც საპროტესტო აქციები არ წყდება, მას მასშტაბი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ერთი და იგივე არ აქვს, მაგრამ ამ საპროტესტო სულისკვეთებას სხვადასხვა ახალი გარემოებები ემატება. ერთ-ერთი ბოლო მაგალითად არის მზია ამაღლობელის პატიმრობა და მისი შიმშილობა და პლუს ხელისუფლება, რომელიც ახლა უკვე სტრასბურგში მისი წარმომადგენლების მეშვეობით ამბობს, რომ მოემზადეთ 2028 წლისთვის, რომ არანაირი ახალი არჩევნები არ იქნება. როგორ შევაფასებ, საერთაშორისო ურთიერთობებში არის ესეთი ტერმინი სტრატეგიული გაურკვევლობა. და გიპასუხებ ყოველგვარი კლიშეების გარეშე. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით რა გვჭირს, ყველამ ვიცით რას ვებრძვით და რისთვის და რატომ. აქ მე მგონი ორიგინალური ვერ ვიქნები და აზრის გამცობა ზედმეტი იქნება ჩემი მხრიდან. მაგრამ ვართ ისეთ ვითარებაში, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა, როგორც მე ვეძახი, ეს გაცლებთ, რომ მაღალი თამასა არის ჩემთვის ვიდრე საპროტესტო მოძრაობა, ვინაიდან გაცლებთ, რომ თევადი და ღრმა დაფიქრის მატარებელი სიტყვა არის. საჭიროებს ალბათ მეტ რესურსს, რომ საწადელს მიაღწიოს და დასახული მიზნები და ამოცანების რეალიზება მოახდინოს. რესურს ადამიანურს, რესურს გარედან, აი რას გულისხმობთ? მათ შორის, იმიტომ რომ რჩება შტაბეშტილება და მე მგონი მე მხოლოდ უმცირესობაში არ ვარ, რომ შექმნილ ვითარებაში ვართ ესეთი რეალობის წინაშე. ხელისუფლება, რომელსაც მართალია არ შეუძლია ძველებურ რეჟიმში, მისთვის ჩვეულ სტილში ქვეყნის მართვის განგზობა, მაგრამ ებღაუჭება ყველა შესაძლო ბერკეტს. ამასთანავე ეს ბერკეტები, რასაც ის ებღაუჭება, საკმარისი არ არის მის ხელთ, რომ გადატეხოს ეს წინააღმდეგობის მოძრაობა, მაგრამ მეორე მხრიდან არც წინააღმდეგობის მოძრაობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად სამართლიანობისა და აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს მათი მოთხოვნების, ვერ არის ამ მომენტში საკმარისად რესურსული, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში მიაღწიოს დასახულ მიზანს. ეს უმოკლეს ვადაში დასახული მიზანი კი საყოველთაოდ ცნობილი არის. გარდა შედარებით ტაქტიკური ამოცანისა, რაც პოლიტპატიმრების განთავისუფლება არის, ეს არის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გადატვირთვა ახალი არჩევნების დანიშვნის გზით. ამიტომ აი, როდესაც მე დავიწყე ცოტა ესეთი ვთქვათ პარალელების გავლით, გაურკვევლობა სწორედ ამაში გამოიხატება, რომ პროგნოზირება ვითარების არის საკმაოდ რთული. მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ საბოლოო ჯამში ეს მეორე ფრთა, რასაც ჩვენ წინააღმდეგობის მოძრაობას ვეძახით და ყველანი მას განვეკუთვნებით, სიტყვით, საქმით, კალმით, დამოკიდებულებით თუ შეფასებით, ადრე თუ გვიან ამ მიზანს მიაღწევს, მაგრამ ნებისმიერი შეყოვნება, დაყოვნება ამ მიზნის მიღწევაში, ჩვენ ესეც გვითქვამს წინა ეთერების მეშვეობით, საბოლოო ჯამში უკან უბრუნდება და უარყოფით უბრუნდება ქვეყნის პოზიციონირებას, მის ეკონომიკურ სტაბილურობას, მის უსაფრთხოებას და მის საერთაშორისო რენომეს. ეს არის ალბათ მთავარი საზრუნავი, რაც შეიძლება მოკლე ვადაში იქნას მიღწეული დასახული ამოცანა. ამიტომაც დავიწყე აბსოლუტურად გულსხმელად ყოველგვარი კლიშეებისა და სტერეოტიპების გარეშე და იმედია მთქმელს გამგონი სჭირდებაო და მე სწორად ვიქნები შესმენი. კი ბატონო, თქვენი აზრით ხელისუფლება შესაძლოა გრძნობს, მაგრამ საჯარო პოზიციონირებაში ლექსიკით, სიტყვებით ამას არ იმჩნევს. ყოველ შემთხვევაში არჩევნები არ იქნება. ეს არის მათი განცხადება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წულუკიანის პირით ამ შემთხვევაში სტრასბურგში. ის რომ ამ შემთხვევაში პერსონალურად ივანიშვილმა, როგორც მთავარმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა, თვალი გაუსწოროს რეალობას. თქვენი აზრით, რა არის ამისთვის საჭირო? ალბათ ვითვალისწინებ რა მისი პორტრეტის და მისი პერსონაჟის ცოდნას იმ დაგვარს, რომელიც თქვენ გაქვთ გქონდათ მასთან კომუნიკაციის პერიოდში. ეს აღნიშვნამ დიანა ჩემს ცოდნაზე არაერგზის გაიჟღერა, თუმცა ვიმეორებ კიდევ ერთხელ ეს არ არის აქტუალური, თუნდაც იმიტომ რომ
უკვე აპატიეთ ასეთი მომაბეზრებელი პასუხისთვის წელიწადნახევარი საკმარისი ვადა არის, რომ ეს ცოდნა მოძველდეს, მით უმეტეს ამ წელიწადნახევარში ძალიან ბევრი რამ მოხდა. კი ბატონო, თქვენზე ადრე წამოსულები არ ფიქრობენ, რომ მოუძველდათ? მე სწორედ მე ყოველთვის მეღიმება, როდესაც ასეთ შეფასებებს ვისმენ და არც თუ იშვიათად მოსაუბრე ამ თემაზე, ყოველთვის იჩემებს განსაკუთრებულ ცოდნას და ეს ჩემთვის რიმილის მომგვრელი არის თითქოს და ეს გახდა გარკვეულ ეს ვთქვათ რეგალია თუ განმასხვავებელ ნიშნად. მე ასეთ რეგალიაზე და განმასხვავებელ ნიშანზე პრეტენზია არ მაქვს, არც მაშინ მქონდა, არც ეხლა მაქვს. ვითარდება ივანიშვილი, იხვეწება, ანუ სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირია, ანუ ამის თქმა გინდათ, რახან მოძველება ახსენეთ ცოდნის. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ცოდნა ადამიანის პერსონის და მისი ფსიქოპორტრეტის ეს არის ძალიან პირობითი. მით უმეტეს ახლა თქვენ ძალიან უგანვარცობთ ამ თემას თქვენ სხვადასხვა მოსაუბრეები ახსენეთ. ზოგიერთ გაცილებით უფრო ადრინდელი მეხსიერება აქ ამ ხრივ და მე უბრალოდ ვთვლი, რომ საოპერაციო ჭრილში ამაზე აპალირება უბრალოდ უსარგებლო დროის ხარჯვა არის. მოდით თავარზე გადავიდოდეთ. კი ბატონო, რა არის თქვენი დაკვირვებით მისთვის, ასე ვთქვათ, ის მომენტები, რომელიც დაანახებს რეალურად კრიზისს წაიყვანს ახალ არჩევნებზე. თქვენ გემახსოვრებათ, დიანა, რომ ჩვენ წინა საუბარში შემოვიტანეთ ასეთი აღნიშვნა ქართული deep state. დავთქვით ისიც, რომ deep state ზოგადად არახალი ფენომენი არის და ეს ამ ფორმაციის პოლიტიკური რეჟიმის გამოგონება არ არის, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ სისტემაში, ჩვენ სივრცეში მიიღო ამან ყველაზე ცუდი და მანკიერი ფორმა და რატომ? ვინაიდან deep state-ის სხვა რა არის, თუ არა გავლენათა სფეროები და არაფორმალური გავლენათა სფეროები. ეხლა არაფორმალური გავლენათა სფეროები ასევე დამახასიათებელი არის ცივილიზებული სამყაროსთვის, მაგრამ იმავე ცივილიზებულ სამყაროს, სადაც ეს გავლენათა სფეროები ხორციელდება ფინანსური, ინდუსტრიული, სამრეწველო, სამხედრო კომპლექსის მეშვეობით, ამავე დროს არის ამ არაფორმალური ინტერესების საპირწონე უკვე ფორმალური ინსტიტუტების სახით. გამართული მართვა-ჯულება, საკანონმდებლო აღმასრულებელი და ასე შემდეგ. ეს წოდასწორობა ჩვენთან მოშლილი არის და ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე მძიმე ფორმაზე deep state-ისა, რომელმაც აი ქართულ რეალობაში ასახვა. ეხლა რა არის საჭირო? ეხლა თქვენ რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ისეთი კითხვა, რომელზეც ბევრი მოსაუბრე ცდილობს, რომ აი ზუსტად ჩამოაყალიბოს ფორმულა, როგორც ანალიტიკოსების მხრიდან, ასევე პოლიტიკოსების მხრიდან და ხშირად ეს ფორმულა ვერ იძებნება და მე მესმის აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან უცნაურ სისტემასთან გვაქვს საქმე. ეს სისტემის უცნაურობა სწორედ იმაში არის გამოხატული, რომ ის მაქსიმალურად ეს ვთქვათ ჭრილში არის გადასული და შესაბამისად ფორმალური ინსტიტუტები მხოლოდ ფასადი არის. ამიტომ ცივილური წინააღმდეგობის ღერძი შეიძლება იყოს მიმართული მხოლოდ ფორმალურ ინსტიტუტებზე. ამავე დროს ვერ ვძვით რა ფორმალურ ინსტიტუტებს, ჩვენ კარგად გვესმის, რომ პოლიტიკის ხმნა თუ ძალაუფლების ცენტრი ფორმალურ ინსტიტუტებში არ არის. ამდენად ჩვენ ეხა ძალიან ისე რომ არ განვავრცობთ. სწორედ ამიტომაც იმ ღერძზე გელაპარაკებით, სადაც არის დავდივართ საკითხის რეფლექტორულ აღქმაზე. და მე ვეცდები ორიოდე სიტყვით რა მაქვს მხედველობაში რეფლექტორულ აღქმაზე. ვითარება, სადაც პოლიტიკური, ნორმალური, ცივილური პოლიტიკური დიალოგისთვის და სამართლისთვის სივრცე არის მაქსიმალურად შეზღუდული, თავაზობს ჩვენ სხვა არაფერს თუ არა ასევე წინააღმდეგობის მუხტის გაზრდას ჩვენი მხრიდან. ეს წინააღმდეგობის მუხტი ახლა მე ერთხელ ვიხუმრე ერთ-ერთში რომ ახლა მე ვთქვათ რაც რევოლუციური კომიტეტის წევრი არ ვარ და არც არის დღეს ხო ეს თვითის წესრიგში ასეთი თემატიკა, მაგრამ წინააღმდეგობა რომელიც გამოიხატება მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივი ფენების ჩართულობაში ამ წინააღმდეგობის გაწევაზე, სწორედ რომ ამ რეფლექტორული წინააღმდეგობის შექმნაზე ეს ალბათ ძალიან არსებითი არის, იმიტომ რომ სხვა ვითარებას სამწუხაროდ მე ის ვითარება უფრო სწორედ რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ, მე ვერ გავაკეთილშობილებ გარდა შემდეგი სახელდებისა ძალა პატივსცემს ძალას და ამ ვითარებაში სამწუხაროდ მე კი ვთქვი რომ ყველა ჩვენგანი ჩართული არის სიტყვით, აზრით და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ეს სამოქალაქო წინააღმდეგობა არ იქნა, როგორც გითხრათ, იცით, აი უფრო მედეგი
უფრო ფართომასშტაბიანი, უფრო დამაჯერებელი, უფრო მასშტაბიანი, მოკლედ. ეს იქნება მისთვის ამას არ დაემატა ის გარეწნეხი, რომელიც ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვიხარია, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ვინაიდან ქვეყნის რეპუტაციაზე არის საუბარი, მაგრამ ეს დაახლოებით ისეთივე ვითარება არის, როდესაც აი ავატყოს პაციენტს გჭირდება გარკვეული დოზით სამედიცინო ჩარევა. ალბათ ასე შეგვიძლია ჩვენ ასეთი შეიძლება არც თუ მოხერხებული პარალელის გავლა, რომ გარედან ჩარევა წნეხის გაძლიერებით და ჩვენ ახლა მოლოდინში ვართ რეალურად ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან რა დამოკიდებულება იქნება, ვინაიდან ევროპამ პრაქტიკულად ახლა ჩვენ სამართლებრივად ყველა რესურსი ამოწურა. ამდენად მთავარი სიტყვა ალბათ ახლა არის შეერთებულ შტატებზე და მის უშუალო მოკავშირეებზე, როგორც არის დიდი ბრიტანეთი და რამდენიმე სხვა. ალბათ ქართული ოცნების მხრიდან, უფრო სწორედ ქართული deep state-ის მხრიდან მოლოდინით სწორედ ეს არის. დღეს საგარეო პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა ამ ქართული deep state-ის, დავარქვათ ქართული ოცნება თუ გნებავთ ახლა, მაგრამ მაინც ძალიან რო არ იმასთან თქვათ, წავი ორიგინალურად ამ ხრივ, მოლოდინში არის სწორედ ამ საგარეო ოცნეხის აზვირთვებისა, ან მისი ჩაწყნარი, ან თქვათ მისადაგებისა მასთან. აი ეს მოლოდინი ტრამპის რეაქციის ალბათ ასე შეგვიძლია ჩვენ დავახასიათოთ. იმედია რომ ეს მოლოდინი ისეთი იქნება, როგორი მოლოდინიც აქვს წინააღმდეგობის მოძრაობას და არა სხვაგვარი. კი ბატონო, და ერთი კითხვა ივანიშვილის ოჯახმა დაიწყო ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა. ეს პოლიტიკურად როგორ უნდა ვთარგმნოთ, ის თავისი ფინანსებით, ეს ვთქვათ, გამაგრდება საქართველოში, ანუ ეს ადგილი მისთვის არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფინანსურადაც ეს ნიშნავს თუ არა რაღაცნაირ პოლიტიკურ გზავნილსაც შექმნილ სიტუაციაში, რა ტიპის გზამკვლევით მოქმედებს ის? სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, მაინც მოკლე რემარკის სახით წინა კითხვა პასუხზე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩემი დამოკიდებულება იყოს იმილის მომღრელი მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომელიც მე პირადად დავახასიათებ როგორც ცივილური, პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესის სამქონე, ჯერ კიდევ შეიძლება თეორიის დონეზე რჩება სივრცე, რომ გამოვლენილი იქნეს ადეკვატურობა და გამოვლენილი იქნეს მაქსიმალური რაციონალურობა, თუმცა ის ვითარება, რომელსაც ჩვენ დღეს ვუცხერით, სხვა შთაბეჭდილებას არ ტოვებს თუ არა მაღალი პოლიტიკური შეურაცხყოფის ვითარების შთაბეჭდილებას. თუმცა მაინც დავიტოვოთ იმედი, იმიტომ რომ პირადად ჩემი ხელწერა და ჩვენი გუნდის ხელწერა არის, სადაც კი საშუალება არის, ვეძებოთ აი პოზიტიური ჯამის პრინციპი, ანუ ისე იმგვარად კრიზისიდან გამოსვლის, რომ არ დავაზიანოთ იმაზე მეტი სიკეთე, ვიდრე პირადი კეთილდღეობა თუ პირადი სწრაფ მდგომარეობა. ეხლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ეხლა ეს არის ალბათ აბსოლუტურად ბიზნესის ენით თუ მიუდგებით და ბიზნეს რაციონალით თუ მიუდგებით, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მოქმედება, როდესაც ხდება სწრაფ აქტივების რეალოკაცია, ასე ვთქვათ, არამეგობრული იურისდიქციიდან, მე ვამბობ ეხლა ბენეფიციარების მხრიდან, არამეგობრული იურისდიქციიდან, ისეთ იურისდიქციაში მათი გადადასვლების კუთხით, რომელიც მათ მეტ კონტროლს ექვემდებარება, ეს ამაში კიდევ ერთხელ ვამბობ, ბიზნეს ლოგიკის კუთხით არაფერი არის დიდი აღმოჩენა, ალბათ დიდ აღმოჩენას ჩვენ ალბათ ვერ გავაკეთებთ, ვინაიდან ხდება მაქსიმალურად, ეს ვთქვათ, გადმოტანა ისეთი იურისდიქციებიდან, სადაც ეს აქტივები შეიძლება არც თუ შორეულ მომავალში დადგეს სამართლებრივი დარტყმის ქვეშ. ასე რომ ეს არის ბუნებრივი რეაქცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორი იქნება მოვლენა, რამდენად საკმარისი იქნება ბიზნეს ოპერირების კუთხით, მათი თავმოყრა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ. ალბათ ამაზეც მე შეიძლება გარკვეულწილად ჩემი პირადი პასუხი ჩამოგიღალიბოთ, რომ ამით ბენეფიციარი ამბობს, რომ გლობალურ ოპერაციებზე, გლობალური მასშტაბით საქმის წარმოებაზე ის ამით უარს ამბობს და შესაბამისად ჩვენ სხვა დასკვნა არ გვჩება თუ არა ის, რომ სისტემა გადადის ყრუ დაცვაში, ყრუ თავდაცვაში. აი ეს ტერმინი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, აღა შემორტმული ციხესიმაგრის, ეს მოქმედება სწორედ ითარგმნება იმგვარად, რომ ეს აღა შემორტმული ციხესიმაგრე იქნეს მაქსიმალურად გამაგრებული შიგნიდან, რომ გარედან ალყას თუ დება შიგნიდან გაუძლოს რაც შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს ვიქტორ ყიფიანს, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.